სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. ჩვენ დღეს მოვიხსენებთ სამ უდიდეს მღვდელმთავარს, ესე იგი არის ხსენება წმინდა ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირისა და გრიგოლი ღვთისმეტყველის. ამ სამი დიდი მღვდელმთავრის ხსენება ერთ დღეს არის დაწესებული და რა ნიშნით და რის გამო, ესე იგი ისინი იყვნენ მეოთხე საუკუნის მღვდელმთავრები. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ძალიან დიდი მამები, მსოფლიოს მასწავლებელი, შეიძლება ასე ითქვას. აი მათ ლოცვაში როგორ არის ნათქვამი, რომ ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი. მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ესე იგი, როგორ არის ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი, როგორც მოციქულები მოღვაწეობდნენ, მოსაგრეობდნენ და ღვთის სიტყვა ეცადნენ, რომ მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ, ასევე ეს სამი დიდი მღვდელმთავარი მართლაც ისეთია, რომ აი მსოფლიოში მათი სიტყვა ყველგან არის ნათქვამი. წარმოიდგინეთ, აი მეოთხე საუკუნეში, მაშინ როდესაც არ არსებობდა არც ჟურნალი, არც გაზეთი, აღარაფერს ვამბობ, არც ტელევიზია თუ ინტერნეტი, არაფერი. შეიძლება აქ ახლა სოფელში ფლავში რო ვინმე სიტყვა ეთქვა, ფლავის მანამდე ან გადავიდოდა და ან არა ის სიტყვა ესე. შეიძლება არც გავრცელებულიყო ესე და აქვე დარჩენილიყო და წარმოიდგინეთ ახლა ის ადამიანები, ხო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივად რათა წვალებენ იმ ბავშვს, გაიყვანონ და დაასვენონ. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივად დაიბადნენ, ბავშვები იყვნენ, გაიზარდნენ და მაგრამ მათი სწრაფვა ღვთისადმი, ღვთისაკენ სწრაფვა იყო სრულიად სხვა, ესე იგი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის. და მათი ცხოვრების წესი იმდენად ახლო იყო სახარების ელმცნებელთან, რომ მათმა სიტყვამ ძალიან დიდი ძალა შეიძინა. ახლა ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ სიტყვას არანაირი ძალა არ ქონდეს. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი საქმე და ის სიტყვა, რასაც ვამბობთ, ახლოს სულაც არ არის ერთმანეთთან. შეიძლება ჩვენ სამართლიანობაზე ვლაპარაკობდეთ და მე შინაგანად ძალიან უსამართლოდ ვექცეოდე ადამიანებს. და ჩემს სიტყვას არანაირი ძალა არ ექნება. მე სიწმინდეზე ვლაპარაკობდე და უწმინდურად ცხოვრობდე, უწმინდურად ვლაპარაკობდე, უწმინდურად ფიქრობდე. და ჩემს სიტყვას არანაირი ძალა არ აქვს. აი რაღაცა რო სიწმინდეზე დავიწყო ახლა ლაპარაკიდან. წარმოიდგინეთ ახლა მეოთხე საუკუნეში მათ რაღაცა თქვეს, თან არ არსებობდა ახლა იწერენ ხო ამას, არ არსებობდა არც აუდიო ჩამწერილი და სხვა რამეზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ არსებობდნენ სტენოგრაფები, რომლებიც მათ სიტყვას იწერდნენ. უამრავი რამეა მათი ჩაწერილი. ისინი ზოგ შემთხვევაში ისხდნენ საწერ-მაგიდასთან და წერდნენ და ეხლა წარმოიდგინეთ ესეც ამხელა შრომასთან იყო დაკავშირებული. დღეს არის გამზადებული კალამი და აიღებ და დაწერდა, მერე იმას გადაამრავლებ 7-ჯერ და 7000-ჯერ. რამდენი ასლიც გინდა რომ გააკეთო და ისინი კიდე როგორ წვალობდნენ, ფურცელიც არ იყო წესიერად, პერგამენტებზე, ტყავებზე წერდნენ. ამიტომაც არის ნათქვამი ერთ-ერთ დიდ მამაზე, რომ ათანასე ალექსანდრიაზე არის ერთ-ერთი მოძღვარი ეუბნება თავის მეგობარს, რომ თუ იმ ჩვენი დიდი წმინდა მამის ნაწერი ჩაგივარდესო ხელშიო, თუ არაფერი არ გქონდესო, რომ ზედ დაწერო, ტანისამოსი გაიხადეო და იმაზე დაწერეო. ანუ იმდენად ძვირფასი იყო მათთვის თითოეული სიტყვა, რომელიც ღმერთზე იყო ნათქვამი. და აი ესეთი მამები იყვნენ სწორედ ეს წმინდა ბასილი დიდი, წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი. ისინი თან ორივენი კაბადოკიიდან იყვნენ, კაბადოკიელი წმინდა მამები იყვნენ. არის სხვადასხვა ასეთი მოსაზრებები, რომ ენათესავებოდნენ ისინი ქართველებს. იმიტომ რომ იქ იყო არის კავშირი ჩვენი და მათი, ან ნათესაური კავშირი არსებობს კაბადოკიაში მცხოვრებ ხალხთან და არის ესეთი მოსაზრება, რომ ისინი იყვნენ ქართველები.
და წმინდა იოანე ოქროპირი ანტიოქიიდან იყო. ეს ცოტა შემდგომი თაობა, ცოტა პატარა იყო მათზე, თუმცა ისინი მაინც 3-4 საუკუნეში მოღვაწეობდნენ და ვასილი დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი მეგობრები იყვნენ, სასწავლებელშიც ერთად სწავლობდნენ, კონსტანტინოპოლშიც, ათენშიც და საოცარი რამე წერია, მე ადრეც გითხარით. აი ახალგაზრდა ადამიანი ახლა დღეს რო გაუშვა მაგალითად კონსტანტინოპოლში, ну დღევანდელი სტამბული ახლა მაშინდელი იმპერიის დედაქალაქში რო გაუშვა. ახლა ევროპის დედაქალაქში კი არა, საქართველოს დედაქალაქში რო გაუშვა, იქ არის ძალიან დიდი საშიშროება რო გაფუჭდება და 1000 გზას და 1000 გამრუდებულ გზას ისწავლის და მით უმეტეს აღარაფერს ვამბობ, აი იქ რო გაუშვა. რა იყო მათზე ნათქვამი? ორი გზა იცოდნენ, ერთი სასწავლებლისა და მეორე ტაძრის. აი ამ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ვაჟკაცებმა ეს ორი გზა იცოდნენ. იმიტომ რომ მათი მთავარი მისწრაფება იყო ის, რომ ესწავლათ და მერე ეს თავისი სწავლა ღვთის სამსახურში ჩაეყენებინათ. საოცარი, აი არ ვიცი. მათზე იყო ნათქვამი, რომ თითქოსო ერთი სული იყო ორ სხეულშიო, იმდენად ესეთი მეგობრები იყვნენ, იმდენად ერთნაირად აზროვნებდნენ, მთელი ცხოვრება ისინი ერთად იყვნენ ფაქტიურად. ვასილი დიდი ხანი არ უცოცხლია, 59 წლისა გარდაიცვალა. და რაც აი საოცარია, საკვირველია, რაც მან მოასწრო თავის ამ 59 წლის განმავლობაში, შეიძლება ვიღაცამ 5 სიცოცხლე გაიაროს და მაგდენი ვერ მოასწროს. იმდენი ნაშრომი დატოვა, იმდენი ღვაწლი და დღესაც მისი სიტყვა ისმის და მისი სიტყვა ადამიანებს ღვთისკენ მიმავალ გზას ასწავლის. საოცარია, აი არ ვიცი, მე იმ ნაშრომების ჯერ მარტო რაოდენობა, მერე სიღრმე, რა გონება უნდა ქონოდა. სხვათა შორის მეწუხე ვკითხულობდი, მისი წერილი იყო ერთ-ერთი ერისკაცის მიმართ, სასულიერო პირების მიმართაც იყო ეპისკოპოსის და ჯერ კიდევ ეს დაწერილია, ესე იგი 357 წელს. ეს არის 27 წლის. 330 წელს დაიბადა. არ ვიცი, აი 27 წლის ადამიანი ეგრე რომ მეტყველებს, ეგრე რომ აზროვნებს, ეგრე ფიქრობს სხვადასხვა რაღაც, ესეთი მსოფლმხედველობა რო აქვს. ეს საოცარი ამბავია. დღეს შეიძლება 27 წლის ადამიანი სულ სხვა რაღაცებზე ფიქრობს. მაგრამ მისი გონება სრულიად მოცულია საღვთო აზრებით. და არ ვიცი, რაღაც სხვა სიმაღლე ჰქონდათ მათ. იგივე შეიძლება ითქვას გრიგოლ ღვთისმეტყველზე. ეს ერთხელ, როდესაც სასწავლებელში მიდის, ქარიშხალი ამოვარდება და გემით მიდის და მოსანათლია თან ეს, მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ღმერთს ემსახუროს. ადრე იყო ხოლმე ესეთი ტრადიცია, რომ 30 წლის ასაკში ინათლებოდნენ. აი როგორც ქრისტე რო 30 წლისა გახდა და მდინარე იორდანეში მაშინ ჩავიდა, არსებობდა ესეთი ტრადიცია, რომ 30 წლისები ინათლებოდნენ. ეს ჯერ მოსანათლია. ამოვარდა ქარიშხალი და ეს გემი იძირება. და ნახეთ, აი როგორი უშუალოა და როგორი გულწრფელია ღვთის წინაშე. მინდა გრიგოლი ამბობს, თან ისეთ ოჯახში იყო გაზრდილი, აი ესეთი, აი მამამთავარ აბრაამს ადარებს, მამამისიც გრიგოლი იყო და ისიც ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო, მამა. და შემდგომ გრიგოლი რო ეპისკოპოსი გახდა, ისიც ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. თუმცა სადმე რომ ამოიკითხავთ გრიგოლ ნაზიანზელი, უფრო შვილს გულისხმობენ ხოლმე, იმიტომ რომ მისი სახელი უფრო ფართოდ იყო გავრცელებული. და გრიგოლ ღვთისმეტყველი ასედაც იწოდება და გემზე ის ასე მიმართავს უფალს. უფალო, თუო ეხლა შენ გადამარჩენო, თუ ჩადგება ეს ქარიშხალი და გადამარჩენო, მაშინო ჩემი სახითო ერთგულ ჯარისკაცს შეიძენე. და თუ არაო და შენ დაკარგავ ამ ჯარისკაცს. აი ესეთი უშუალო, აი წარმოედგინეთ ეხლა, თან ეხლა შეიძლება კადნიერად ჟღერს, მაგრამ იმდენად მართლა უყვარს, იმდენად ერთგულია ღვთისა, რომ მას შეუძლია რომ ეს თქვას. ჩვენ რო ეს თქვა, შეიძლება ეს კადნიერებაში ჩაგვეთავოს. მაგრამ მას იმდენად უყვარს ღმერთი და იმდენად დარწმუნებულია, რომ ღმერთს არ უღალატებს, რომ აი ამ სიტყვებს ეუბნება. და წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც
დაიბადა ანტიოქიაში, მას ესე იგი მამა ადრე გარდაეცვალა და უნდოდა მონასტერში ცხოვრობა. ჯერ სახლშიც რო ცხოვრობდა, ის ძალიან თავშეკავებით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, ძალიან თავშეკავებით და დიდი მოღვაწე იყო, მოკლედ და უნდოდა მონასტერში წასვლა, მაგრამ დედამ ანთუსამ სთხოვა, რომ მამა შენისგან მოყენებულ ჭრილობასო შენ ნუღა გააღრმავებო. ანუ ერთი ტკივილი იყო, რომ მამა გარდაიცვალა და მეორე კიდე ეს შვილი, ერთადერთი შვილი ესეც მონასტერში წავიდეს, ეს ქალი რაღაცა ვერ ეგუებოდა. და მეო დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერიაო და სანამ ეს ცოცხალი ვიქნებიო, დარჩიო სახლშიო და მერე წადიო. და მართლაც აი დედის თხოვნა ესე აღასრულა წმინდა იოანე ოქროპირმა, რომ დედის გარდაცვალებამდე მართლაც დიდი ხანი აღარ უცოცხლია ახალგაზრდა ქალს და მალევე გარდაიცვალა და წმინდა იოანე ოქროპირი განმარტოვდა მონასტერში. აი სამივეს ცხოვრებას რო შეხედავ, სამივე თვლიდა, რომ განმარტოვებით უნდა ეცხოვრა, ესე იგი. არც ერთი არ თვლიდა იმას, რომ მე ესე ფართო ასპარეზზე უნდა გამოვიდე და დიდი საქმეები უნდა ვაკეთო. და სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს თავი არ ეღირსება ამისთვის, რომ მე ვარ იმის ღირსი, რომ უნდა დამაყენოთ და მე უნდა გავაკეთო დიდი საქმე. და მარტო თავისი ცოდების სატირლად რომ მიდის მონასტერში, არა? სწორედ ესეთებს გამოიყვანდა ხოლმე უფალი და როგორც დღევანდელ სახარებაში ეწერა, სწორედ იმ სასანთლეზე დაამაგრებდა, დააყენებდა, რომელიც ხებს უკვე გზას უნათებდა. და გზას უნათებდა არა მარტო მეოთხე საუკუნეში, არამედ იმის შემდგომ, აი წარმოიდგინეთ 21 საუკუნემდე. და იყო ესეთი პერიოდი, როდესაც წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს ხალხი ზეპირად სწავლობდა. როგორ უნდა ყვარებოდა, წარმოიდგინეთ და როგორი ტკბილი იყო მისი ქადაგება. წმინდა იოანე ოქროპირი ტყუილად კი არ დაარქვა, ერთ-ერთმა დედაკაცმა უთხრა ესე ქადაგების დროს, თქვენ ოქროპირი ხართ. და იქიდან მოყოლებული ოქროპირს უწოდებდნენ და ეკლესიამაც ასე შერაცხა წმინდანად, წმინდა იოანე ოქროპირი. მე ადრეც გითხარით, რომ ის ძალიან განსწავლული ადამიანი იყო და მისი ქადაგება ძალიან ისეთი იყო მაღალფარდოვანი და ადამიანები ვერ იგებდნენ თავიდან. და მე უთხრა ერთ-ერთმა წევრმა მრევლისა, რომ თქვენი გონების, თქვენი მჭერმეტყველების ჭაო ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონების თოკი ვერ წვდებაო იქამდე. ანუ ჩვენი გონება დაურწყულებელი რჩებაო და მერე ცდილობდა რაც შეიძლება მარტივად ეთქვა. ის დიდი აზრები მარტივად ეთქვა ადამიანებისათვის და ცდილობდა, რომ ყველასათვის ეს გასაგები ყოფილიყო და ამიტომაც მას მინდა იოანე ოქროპირი შეარქვეს და ის დიდი მღვდელმთავარი გახდა. გაურბოდნენ, ერთიც გაურბოდა, მეორეც, მესამეც აი ამ მღვდელმთავრობის პატივს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება, რომ ისინი მღვდელმთავრები გამختარიყვნენ და ეხლა რა მოხდა მე-11 საუკუნეში, 1084 წელს. მანამდე ხდებოდა ის, რომ აი ეს სამივე ხო ძალიან დიდი იყო და მრევლში გაჩნდა ესეთი კამათი, რომ რომელია უფრო დიდი. სოფლიო მამები იყვნენ მართლა ესენი და რომელია უფრო დიდი. ზოგი უფრო მეტად იოანე ოქროპირის ამხრობოდა მისი ქადაგებიდან გამომდინარე თუ ასე შემდეგ. ზოგი წმინდა ბასილიდით, ზოგი გრიგოლ ღვთისმეტყველს და ისინი ერთ ღამეს გამოეცხადნენ მღვდელმთავარ იოანეს სამივენი ერთად და აუწყეს, რომ ჩვენ ღვთის წინაშე სამივენი ერთნი ვართ, არ არის ჩვენში ის მეტია, ის ნაკლებია, ის ასე. ამიტომაც უბრძანეს, რომ დაეწერა მათი ხატი და დაეწერა მათი სადღესასწაულო ტროპარი და დაედგინა დღესასწაული. იმის ნიშნად, რომ ჩვენ სამივენი ერთნი ვართ ღვთის წინაშე და მრევლში ნუ იქნება ეს სხვადასხვაობა. იმიტომ რომ წმინდანთა შორის ისედაც არ არის ეს სხვადასხვაობა. ეს ჩვენ შორისაა, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს ვეჭიდავებით, არა მე უფრო დიდი ვარ, მე უფრო პატივსაცემი ვარ, მე უფრო მაგარი ვარ. იქ მათ შორის ეს უნება აღარ არსებობს. ეს ჩვენი უნებებია, ამ პარტავნების, რომ მე უფრო შემაქონ ვიდრე ის.
უფრო დამაფასონ ვიდრე ის, მაგრამ წმინდანთა შორის რომლებიც ღმერთთან სიახლოვით და ღვთისდიდებით ხარობენ, მათი საზრუნავი ეს ნამდვილად აღარ არის, რა ვინ უფრო მეტია იქ, იმიტომ რომ მათ შორის ეს ვნება არ არის, ეს ადამიანური ვნებები, უпростоრად ეს საეშმაკო ვნება, აპარტავნების ვნება. და ისინი განწმენდილები არიან, ნაწილობრივ იმით, რომ თვითონ იღვწოდნენ ამ წუთის სოფელში, რომ აპარტავნებისგან განწმენდილიყვნენ და საბოლოოდ კი ღმერთი განწმენდს ყველა ადამიანს. აი დღევანდელ სახარებაში ნახეთ რა ეწერა. თავის მოწაფეებს ეუბნება უფალი და მოწაფეთა შორის ჩვენც ვიგულისხმებით, ვისაც მისი მოწაფეობა გვინდა. და რა ეწერა, რომ თქვენ ხართო ნათელნი სოფლისანი, ვერ ხელეწიფებისო თაზე დაშენებულ ქალაქს, რომ დაიფაროს. ახლა მაგალითად აი აქედან გორში რომ მივდივართ, გორი ჯვარი როგორც ჩანს, ხო, გორის ციხეც როგორც ჩანს. ეხლა იქ რო ქალაქი იყო საშენებული და დაიმალება, როგორ დაიმალება, ყველა დაინახავს რომ შედიხარ, ხო მართალი? აი ესე არისო თითოეული მორწმუნე, თითოეული ჩემი მოწაფე, ესე არისო. თქვენ ვერ დაიფარებით, აი მთაზე დაშენებულ ქალაქს გავხართ. აი სასანთლეზე დამაგრებულ სანთელს გავხართ. სანთელს ხო არ ანთებენ და მაგიდის ქვეშ ხომ არ დგამენო, სასანთლეზე დგამენო და ყველა უყურებსო იმას. და აი ესე უნდა წინავდესო თქვენი ნათელიო, რომ ადამიანები რო შეხედავენო, ღმერთი ადიდონ. ნახეთ აი აქ ჯერ ერთი რა არის, ჯერ თუ ანთებული არ ახარ და თუ არ იწვი, ვერაფერსაც ვერ გაანათებ, ხო მართალია? და ჯერ საიდან უნდა ჩანდეს ეს? ჯერ ჩვენს ოჯახში უნდა ანათებდე და ათბობდე. მერე იმ გარემოში სადაც ხარ, აი ეს ვაჟკაცი თავის კლასში, ვიღაც უნივერსიტეტში, თავის აუდიტორიაში, ვიღაც სამსახურში, ვიღაც სამეზობლოში, აი ჩვენ უბრალოდ ჩვენს თავს ხშირად უნდა დავუსვათ შეკითხვა. სადაც მე ვარ, ვისთანაც მე შეხება მიწევს და ჯერ პირველი ის ოჯახიდან იწყება. თორე ძაღლი შინარო არ გოდაო და სანადიროდ გარბოდაო, შინ თუ არ ვარგიხარ, გარეთაც ვერაფერს გააკეთე. იმიტომ რომ შინ ისეთი ხარ, რომ ნიღბები არა გაქვს, ყველა გიცნობს ისეც როგორიც ხარ. გარეთ უამრავი ნიღაბი შეიძლება მოირგო და მოაჩვენო ადამიანს თავი, რომ ასეთი კარგი ხარ ისეთი. და უნდა დაუფიქრდეს კაცი თავის თავს, რომ მე ჩემს ოჯახში თუ ვარ ის ნათელი, რაზეც უფალმა თქვა, თუ ვათბობ ისე, თუ ვიწვი ისე რომ ვანათებდე და ვათბობ. მერე ოჯახის გარეთ და ასე შემდეგ და ნახეთ რა არის ნათქვამი, რომ ესე უნდა წინავდესო თქვენი ნათელიო, რომ ადამიანებმა ეს იხილონ თქვენი კეთილი საქმეები და ღმერთს ადიდებდნენ, თქვენ კი არ გადიდებდნენ. არამედ შენი კეთილი საქმეებით მათ ღმერთი უნდა დაინახო, ღმერთი უნდა ირწმუნონ. აი მაგალითად სარკე რომ იყოს და ის რომ მზე რო ჩაიხედავს, იქ ხო ანათებს და ჯერ ერთი სარკე ისეთი უნდა იყოს, რომ უნდა გაპრიალებული იყოს, ტალახიან სარკე ვერაფერს ვერ აირეკლავს, ადამიანის კიდევ მრავალი ცოდისაგან დაბინძურებული, საღვთო სიდიადეს ვერ აირეკლავს. ჯერ ერთი განწმენდილი უნდა იყოს და მასში რო ჩაიხედებიან, იქ სწორედ ღმერთი უნდა დაინახონ, არავინ არ იტყვის, რომ სარკე ანათებს. სულელი უნდა იყოს ადამიანმა რო თქვას, რომ სარკე ანათებს. სარკე უბრალოდ აირეკლავს იმას, რასაც მიაშუქებს. მზე იქნება თუ სხვა სანათი იქნება. აი ამ შემთხვევაში წესით ჩვენ რო შემოქმედავენ, ღმერთის დიდებას უნდა იწყებდნენ. არა ის, რომ ჩვენ გვაქებდნენ და იმაშობდნენ, არამედ ღმერთის დიდებას რო უნდა იწყებდნენ. ეს არის ადამიანის მთავარი მოღვაწეობა, რომ ადამიანმა სული განიწმინდოს და მასში ღმერთი გამოჩნდეს. აი რაცაც წეღან ვამბობთ, მეოთხე საუკუნეში ცხოვრობენ. ისე განიწმინდეს სული, რომ მასში ღმერთი ისეთი სიდიადი და სიცხადით გამოჩნდა და ისეთი სიტყვოთი გამოჩნდა, რომ აი როგორც თავს რო დაეწაფება, ესე იგი წერი, აი ესე მთელი მსოფლიოს მასწავლებლად ითვლებიან ისინი. წარმოედგინეთ, აი რა საოცარი ამბავი. არ ვიცი. შეგვეციოს მათი მეოხება ღვთის წინაშე, მათი ლოცვა შეგვეციოს და ძალიან კარგი იქნება, რომ ადამიანს ყოველთვის ჰქონდეს წიგნი გადაშლილი. მორწმუნე ადამიანს, აი
კითხულობდეს იგივე დღეს ხსენებული წმინდა მამების ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის ქადაგებებს, სწავლებებს, მადლობა ღმერთს, ეს ქართულ ენაზე არსებობს, უამრავი წიგნები არსებობს მათი ცხოვრების შესახებ. და ეს არის ისეთი რამე, რაც ადამიანის გულს ანუგეშებს. ეს არის ისეთი რამე, რაც ადამიანის წუხარებას განუქარებს, რაც ფრთებს შეასხავს, რაც იმედს მისცემს, რაც მისთვის გაუგებარ მოვლენებს სწორად აუხსნის და დაანახვებს. სწორ გზას უჩვენებს, გადარჩენის გზას უჩვენებს, სულის ცხონების გზას უჩვენებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანი, რომელიც ამას არ ეხება, ამას არ გადაშლის, ამას არ წაიკითხავს, თავის თავს უამრავ ნუგერს აკლებს. ჩვენ არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ისინი მეოთხე საუკუნეში იყვნენ და მათი სიტყვა დღეს მოძველებულად გამოჩნდება, არ გამოჩნდება. წაიკითხავ და იფიქრებ, რომ გეგონება ეს დღევანდელობაზე წერს. იმიტომ ის ფასეულობა, ის ღირსება, რაც იყო მაშინ, ის დღეს არის, ღირსებას არ შეეცვლება ფასი. იმისთვის, ვინც იცის რა არის ღირსება. შეიძლება მათ წერილებში, ქადაგებებში შეხვდეთ რაღაცა სპეციფიურს, უშუალოდ იმ საუკუნისთვის და იმ ადამიანებისთვის დამახასიათებელს, მაგრამ ძირითადად მაინც ის იქნება, რომ ის, რასაც იქ ამბობს, დღესაც იგივეა. იმიტომ რომ ადამიანი ერთი და იგივეა. ღმერთი შეგვეწიოს, საბა ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ.